ეს არის ქრონიკა 17 საათზე ახალ ამბებს თამარ გედევანიშვილი გაგაცნობთ. 2 საათზე დაანონსებული მიტინგი ამ დრომდე არ დაწყებულა. კოსტავას ქუჩაზე შეკრებილი ბურჯანაძის აქტივისტები გადაწყვეტილებას ელოდებიან. სახალხო კრების ლიდერთა განცხადებით ბურჯანაძე და გაჩეჩილაძეები კონსულტაციისთვის შეიკრიბებიან და მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. ეს არის ერთგულება. იმისა, რასაც გეგმასა და მეორეა, როცა მას უერთდება კიდე სხვა ერთობა, ხო? ეს ყველაფერი მოითხოვს გარკვეულ დაზუსტებებს. უბრალოდ ყველა ვიცოდეთ, რომ ველოდებით კონკრეტულ მიზეზებს. პოლიტიკური განცხადებების პარალელურად თავისუფალ დროს სახალხო კრების ცნობილი სახეები, მსახიობები და რეჟისორები ლექსებს კითხულობენ და გამომსვლელებს სხვადასხვა მუსიკით ართობენ. ამ ხრივ განსაკუთრებით რეზო ესაძე და დიმა ჯაიანი გამოირჩევიან. ამჯერად მიკრული. დიდება მომავალს. დიდება ყველაფერს რაც კიდევ შევარ, ხორცილში ვარ. ჩანს ვაჭერებ, ჰაიდა, ოდოიას, გადმოხვდა, ურაიდა, რაიდა, წაიყვანეს თამარქალი, აფხაზეთში დიადოდა, მოწამეიხარ შენ, საქართველო, ერო, ბახბედნიეროდა, ჩანს ოდებში, კოლხდა ღერბი. მოვიკლათ წარსულ დრომზე დარდი, ჩვენ უნდა ჩვენი შვათ მკლობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს. ეს არის დედა, შენი მაღალი ვალი. დღეს აქტივისტებისთვის იტალიელი პარტიზანების სიმღერა ბელა ჩაო ნინო ბურჯანაძემაც სიმღერა. ამ სიმღერაზე ტელევიზიის წინ შეკრებილებმა იცეკოს კიდეც მეორე მსოფლიო ომის დროს პოპულარულ სიმღერას დაკარგულ ქალზე მომიტინგეებიც სიამოვნებით აყვნენ. Ciao bella, ciao bella, ciao 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 una mattina mi son svegliato. კოსტავას გამზირზე ბურჯანაძის ნიღბიანმა მხარდამჭერებმა შეკრება დილით დაიწყეს. თვითმხილველების თქმით, მათ ადგილზე რეზინის ხელკეტები და დროშის ტარები დაურიგეს. მომიტინგეთა იარაღი ზოგ შემთხვევაში ბასრია, რატომ მალავე სახებს აქტივისტები და რაში სჭირდებათ ხელკეტები და დროშის ხის ტარები, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. დღეს აგრესიული განცხადება აქციაზე მისულმა ჯაბაჯიშკარიანმაც გააკეთა, რომელიც ნიღბიანების გარემოცვაში იდგა. ვის არ შევარჩენთ, ყველა ძალადობას დაუპირისპირდებით ადეკვატური ძალადობით. ეს გინდა მოწოდება ჩათვალოს ვანომერაბიშვილმა და რაც უნდა იმათ ჩათვალოს. არავითარ შემთხვევაში არ შევარჩენთ. მუშტით ძალას ძალით. ნებისმიერი ფორმით მძადვართ რომ დაუპირისპირდეთ. ძალიან ის არის ვინმეს რო გაედოს უბრალოდ რა. არ ვიცი ნაბი. მე თვითონ დავზარავდი. არა, მაინტერესებს. ლაგვიის არის ძალიან. რა შუაშია პროვოკაცია? მე სადღესმია გაზიატობდა. არაფერი არ არის ეს. შეგეჭო. მაშინ მითხარი. რას მეკითხები არის? გაზი დილას გაუშვეს და გადამარჩინა.
Ясно, რათუნე შეკითხვაც სიზულელია. გამიშენობა. არ მეკითხა. გაზი რო გამოუშვეს, დაგრო დაგვეცვა. კოსტავას გამზირზე ავზებით სავარაუდოდ ალებადი სითხეც მიიტანეს, თუმცა ბურჯანაძის მიღლიანი აქტივისტები, რომლებიც მედიის მიმართ ლიდერების მსგავსად აგრესიულები არიან, კომენტარს არც ამ საკითხზე აკეთებენ. რა ბენზინი, საიდანაა? საიდან ხარ? რომელი ტელევიზია ხარ? ბენზინი რა? რომელი ტელევიზია? ბენზინი რა გინდა მეთქი მითხარ? სად არის ბენზინი? ბენზინი იქნება. სად, რომელი ტელევიზია ხარ? შემოგზავნილი ხარ? აბიჯა. ხელკეტების დროშის ტარების და სავარაუდო ალებადი სითხის გარდა ნინო ბურჯანაძის ორგანიზებულ აქციაზე ვიდეო კამერებმა აქტივისტებისთვის ფულის გადაცემის კადრიც დააფიქსირეს. ვიმოქმედოთ რაღაცით უნდა გავამწაროთ ასეთი განცხადებით მიმართა მომხრებს სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა. თუმცა ეს კოსტავას გამზირზე გაკეთებული მუქარანარივი ერთადერთი განცხადება არ იყო. ნინო ბურჯანაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ჩხუბი მორევაზეა. თუ ძალიან მაგარი ბიჭები ხარ, აბა მოდით და მოგვერიეთ. ვინც ვართ იმას? ჩხუბი მორევაზიაო. ხოდა ნახოთ ვინ ვის მოერევარ. ოჯახად იყავით. ფეხს ვერ მოგვაცვლევინებენ. ვერ მოგვერევიან. რამდენიც ვიგდებით, მაინც უნდა ვიმოქმედოთ. რაღაცით მაინც უნდა გავამწაროთ ესენი რა. სხვაგზე არ არის. რადიკალიზმიდან ექსტრემიზმამდე ნინო ბურჯანაძის ორგანიზებული აქციის მონაწილეები კოსტავას გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ პოლიციის მანქანას დაესხნენ თავს ხელკეტებით და დროშის ტარებით. ბურჯანაძის აქტივისტებმა ავტომანქანას სერიოზულად დააზიანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. რის შემდეგაც პოლიცია იძულებული გახდა თავდასხმა მოეგერიებინა. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, აქციის მონაწილეები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ვაკე საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ პოლიციის ავტომანქანას და მასში იმყოფ პოლიციის თანამშრომლებს, ირაკლის სახოკიას, ვახტანგ ბოჭორიშვილს და კახაბერ კუდუხაშვილს. თავდასხმის შედეგად მათ დააზიანეს პოლიციის ავტომანქანა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს. ინციდენტის შედეგად სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, დაშავებულ პოლიციის თანამშრომლებს კი უტარდებათ სამედიცინო დახმარება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან მომხდარ ინციდენტზეც აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბათუმში გამართული აქციისას რამდენიმე აქტივისტია დაკავებული. მათ აჭარის ტელევიზიის შენობის დაზიანება ედებათ ბრალად. განცხადებაში ნათქვამია, 21 მაისს ბათუმში აჭარის ტელევიზიის წინ პოლიტიკური პარტია სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა ქვები და სხვადასხვა სახის საგნები ესროლეს და დააზიანეს ტელევიზიის შენობა. აღნიშნული ინციდენტის შედეგად სამართალდამცველების მიერ დაკავებული იქნა აქციის 11 მონაწილე. კიდევ ერთი ექსტრემიზმი კოსტავას გამზირზე ბურჯანაძის მხარდამჭერები რიგით გამვლელებს დაუპირისპირდნენ. მოქალაქეები აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე სამანქანო მოძრაობის აღდგენას თხოვდნენ. ისევე როგორც დილით, ამ შემთხვევაშიც ბურჯანაძის აქტივისტებმა ხელკეტები და დროშის ტარები გამოიყენეს. სახალხო კრების მომხრები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან. დაზიანებულია რამდენიმე მანქანა და დაშავებულია რამდენიმე გამვლელი. სახალხო კრების წარმომადგენლები აგრესიულები არიან ჟურნალისტების მიმართაც განსაკუთრებული აგრესიულობა მედიის მიმართ ბურჯანაძის მეუღლემ ბადრი ბიწაძემ გამოიჩინა. აქციის მონაწილეები ავიდრე შეშემოგე მეორეჯერ მეკითხები, მესამეჯერ ხსენ პასუხს თავი. ფულის ზონდერები შემოდიან გიენებივით. თავდასხმა შემდგომ მორიგი თავდასხმა. რა უნდა მოხდეს? აი იმათ კითხე, აი მიდით კითხე. აი იმედი ხო ხართ? მიდით, აი მიდით კითხე, რა გინდათ? მე რომ მეკითხები.
შემაქარა, სად არის ჩვენი ბიჭები? ეს რა არის? გადაიხიდა ნურ. გამოხდა მითხარი, ვინ არის? ვინ გაგზავნა ეგეთი? ჭიათურები. ვინ გაგზავნა? ვინ გაგზავნა? მაიმუნი შენა. მაგრამ ზურგერზე უბრალესი. ამაიო ჩამისთვის იხეში. საკუთარი ქალაქი და საკუთარი ბიზნეს გამო. შეიძლება ვიდეო გაჩერდე. შეიძლება ვიდეო გამოვიგო შემატელევიზია. გამოვიგო ხმარი. ლევან და გია გაჩეჩილაძეები ბურჯანაძის აქციას დაახლოებით 13 საათზე შეუერთდნენ. მათთან ერთად კოსტავას გამზირზე კოკა გუნცაძეც მივიდა, რომელიც ბოლო 2 კვირა ქართული პარტიის არცერთ აქციაზე არ გამოჩენილა. სახელმწიფოების აქციას ოდნავ მოგვიანებით სოზარ სუბარი და ეროსი კიცმარიშვილი შეუერთდნენ. კულუარებში ძმასთან გადაჩურჩულების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძემ შერიგების ნიშნად ნინო ბურჯანაძეს საჯაროდ ხელი ჩამოართვა. სოზარ სუბარმა აქციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 25 მაისს ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოვა. ყველანაირი ლაპარაკის, ყველანაირი მიმართვების, ყველანაირი თხოვნების ხელისუფლების მიმართ დრო დამთავრებულია. ქართლის ხალხის რისხვას თქვენ ვერ გავაჩერებთ ვერასდროს. ეს იცოდეთ და თუ თბილისის და თბილისელების დღესაკნაკლებობაა, თბილისი და თბილისელები არ გაჩნდებიან. ეს მოხდება და მოხდება ნამდვილად. მე გაძლევთ ამის გარანტიას. მე პირადად ლევან გაჩეჩილაძე ვივიწყებ ყველაფერს ჩემი სამშობლოს გულისთვის და მინდა ქალბატონ ნინოს თქვენ თვალწინ აგერ არავითარ შემთხვევაში, როგორც თქვით, არც ერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. დარწმუნებული ბრძანდაბოდებთ. როგორც სრულდებოდით, ვიბრძოლებთ ბოლომდე და არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. 25-ში გამოვაცხადოთ გადამწყვეტი ბრძოლა. ბრძოლა, როდესაც დამთავრდება სააკაშვილის ხელისუფლება. გამოვაცხადოთ ბრისხანების დღე. როდესაც კრიმინალების ბანდა იგრძნობს ხალხის ძალას და ხალხის რისხვას. და იმ დროს ყველანი ერთად ვიქნებით და ჩვენთან ერთად იქნება ასევე ადამიანი, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ განდევნილია საქართველოდან. ირაკლი ოქრუაშვილი დაგიქნება 25-ში. აქ არ წყდება საქართველოს ბედი. აი ამ ტელევიზიის წინ არ გადაწყდება საქართველოს ბედი. ჩვენ ქართული პარტია უერთდებით იმ აქციას, რომელიც დაიწყო დღეს სახალხო კრებამ, მაგრამ გეუბნებით 25-ში ალაბარში მთავრდება საქართველოს ბედი, როგორ უნდა გადაწყდეს. 25-ში 12 საათზე დავამთავროთ ერთად ეს რეჟიმი, ჩვენ ვიქნებით ჩვენ ძმებთან ერთად და ერთად დავამთავროთ. აქ იქნება ყველა, ვისაც საქართველოსთვის უძგერს გული. დიდი მადლობა თქვენი ჭირმა მიტინგების უნარი არ მაქვს წავალ ლაბორატორიაში შხამიან იმებს მოვამზადებ გადაცილებული ხალხისთვის. დიდი მადლობა. ტრიბუნიდან ჩამოსვლის შემდეგ ოქრუაშვილის პარტიის წევრებმა კოსტავას გამზირი დატოვეს. კიცმარიშვილი და გაჩეჩილაძე მედიასთან საუბრისას ბიწაძის მსგავსად აგრესიულები იყვნენ. კიცმარიშვილმა და გაჩეჩილაძემ მომავალ გეგმებთან დაკავშირებით აგრესიული კომენტარები გააკეთეს. ეროსი კიცმარიშვილმა დაადასტურა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოსვლას აპირებს, თუმცა რა გზით გეგმავს მათი ლიდერი საქართველოში დაბრუნებას, ეს არ დაუკონკრეტებია. ვანოს უთხარით ეგ, ვანო გეტყვით 25 მაისს როცა გაქცევას დააპირებს. ვანომ ყველაფერი ძალიან ცუდად იცის, არ გეგონეთ ეგ კაცია. ეგ კაცუნა, რომელმაც გუშინ გამოაცხადა რევოლუცია საქართველოში არ იქნება. 25 მაისს ვაჩვენებთ რა იქნება საქართველოში. ზუსტად იმიტომ რომ ჩვენი პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცოდა. დიდი მადლობა, ჯიგრებით ხარ. საიდან ჩამოვა ცხინვალის გავლით? სადაც საქართველოს დაუდგება, იქ იდგება და გზა არავის არ ეწოდინება ვანო ვერაბიშვილის ნაირად გაზარდება. 25-მდე ვიქნებით ყველთან ერთად 25-ში ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას. გაიხარეთ და გამრავლეთ. ასევე მინდა ყველაფერს გაიგებთ 25-ში.
დიდი მადლობა უთხრა აი კაცობისთვის. მე მგონი ამაზე პასუხი იცით. მეც ოქროაშვილმაც თქვა, ეხლა 500-ში განმეორება და სიმწიფე ფაქტს არ შეემატება. დამანებით თავი. არ შეიძლება. მოგეცით უკვე მაგაზე. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერს გეტყვით წყნარად და ლამაზად და მე თქვენ ძალიან გთხოვთ რა. ვიღაც ბოროტების დავალებებს მოასრულებთ, ესეთ კაი ბავშვები ხართ რა. აი ცოტა გაფრთხილობასაც არ არის. გახეულია რა, ზომბები ვით არიან. ყველაფერს აქვს თავისი დრო. თავისუფლების მოედნიდან სახალხო კრების აქტივისტებმა გუშინ საღამოს ტელევიზიასთან პირდაპირ ეთერის მოთხოვნით გადაინაცვლეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი ბურჯანაძის აქციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა, რისთვისაც სახალხო კრებამ საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობაც კი გადაუხადა, ბურჯანაძე მაინც ითხოვდა პირდაპირ ეთერს. პარადოქსია, მაგრამ სახალხო კრების ლიდერები პირდაპირ ეთერს მაშინაც კი ითხოვდნენ, როდესაც მოამბის პირდაპირ ეთერში იყვნენ. სრულიად საქართველოს მოგმართავთ. და პირველ რიგში ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, ვინც უკანონოდ დააპატიმრეთ, ვისაც ხელი შეუშალეთ ამ მშვიდობიან სახალხო აქციის კრებას განსაკუთრებულ დროს უთმობს რუსული მედია. მოვლენები კი გადაჭარბებული დრამატიზმით გადაიცემა. ტელეარხი რასია იუწყება, რომ აქციები ბათუმსა და თბილისში ძალის გამოყენებით დაშალეს და იარაღი გამოიყენეს. სააგენტო RBK ნინო ბურჯანაძის კომენტარის ციტირებასაც კი ახდენს, რომელიც ამბობს, რომ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. სააგენტოების ამ ინფორმაციას თავად ეხო მოსკოვი პასუხობს და წერს, რომ რუსული მედია მოვლენებს არაადეკვატურად გამოეხმაურა და გავრცელებული ცნობები აბსოლუტური დეზინფორმაციაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა. შოთა უტიაშვილმა იმ მოქალაქეებს, ვინც აქციებში არ მონაწილეობს, სიფრთხილისკენ მოუწოდა. უტიაშვილი მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ მიტინგის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით და მანქანით გადაადგილებისგან. ministru სახელით მინდა მოუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც არ არის მიტინგის მონაწილე, თავი შეიკავოს ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან. რათა თავიდან ავიცილოთ ეს ინციდენტები. ისინი, ვინც არიან მიტინგის მონაწილეები, თავის ხედავენ მოწყობილ უფლება აქვს მიტინგზე მივიდნენ. და ასე მინდოთ ხო ავტოტრანსპორტის საშუალების მცხოვრებს მოერიდონ ამადგას მოძრაობას. პირველი არხის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია. ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ტერიტორიაზე შარდის სუნია და საკვების ნარჩენები ყრია. დასუფთავების სამსახური ტერიტორიის მოწესრიგებას ვერ ახერხებს. თავისუფლების მოედანი აქციის მონაწილეთა წასვლის შემდეგ კი დასუფთავების სამსახურის რამდენიმე ბრიგადამ დაალაგა. აქტივისტებმა დედაქალაქის ცენტრში ბოთლები, ჭუჭყიანი ქაღალდები და საკვების ნარჩენები დატოვეს. ტუალეტები მაინც მოეტანათ. აი მერტა მოედანი ნახეთ რა დღეშია და სანამ ვეყოთებთ ანა ეს აქ არ აგდებენ და იქ ფრიან ყველაფერს. მე მოვწონს, არ მოვწონს, ამას მნიშვნელობა არა. აი მათ მოვწონს, ვიც გარეთ არის გამოსული. არ მომწონს თუ და ვის მოეწონება ახლა? არ გასულა, არ გენცვალე 2 დღეა სახლით. საკვირაო ლოცვის ასილია მეორე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასაც შეეხო. პატრიარქის თქმით, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა, რომელმა კი ქვეყანაში მშვიდობისთვის ლოცვა უნდა გააძლიეროს. პატრიარქის განცხადებით საზოგადოებაში უზნეობა მიაღვარივით მოდის, რაც ქვეყანას გნებს და მიუღებელია. იცით, რამდენად დაძაბულია პოლიტიკური თუ სხვა ურთიერთობა ხალხს შორის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოსცეს საქართველოს მშვიდობა და ერთსრულოვნება. ადამიანს არ უნდა ვაკადროთ, არც ცუდი სიტყვა, არც ცუდი საქმე, იმიტომ რომ ეს ცუდი ისევ შენ მოგიბრუნდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ დავიცვათ ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი წესი, ჩვენი წესადათი. დავიცვათ იმისათვის, რომ მტკიცე იყოს ოჯახი. ღმერთმა დაგლოცოთ წმინდა ნიკოლოზი შეგეძლო